ახალი სასწავლო წლის დაწყება 46 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს დღეს დედაქალაქის მერმა მიულოცა. გიგი უგულავამ იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც საბავშვო ბაღებში 2013 წლის ბოლომდე განხორციელდება. პროექტის მიხედვით თბილისში მოქმედ ყველა სკოლამდელ დაწესებულებაში ახალი გათბობის სისტემა დამონტაჟდება. უგულავას თქმით, წელს საბავშვო ბაღებზე მოთხოვნა 25%-ით გაიზარდა, რის გამოც ახალი სასწავლო წლიდან ბაღებში არსებული ჯგუფების რაოდენობა გაიზრდება. მინდა ყველა ბავშვს სასწავლო წლის დაწყება მოულოცო, იქნება ეს საბავშვო ბაღებში თუ სკოლებში. ეს პირველი ზარი მთელ საქართველოში დაირეკა. ჩვენ უკვე წელს 13 მილიონამდე დამატებით გამოვყავით ბიუჯეტიდან იმისათვის, რომ დაემატოს ახალი პედაგოგები, იმიტომ რომ ბავშვთა ნაკადმა იმატა საბავშვო ბაღებში. დაახლოებით 25%-ით არის მომატებული წელს, იმისათვის, რომ კარგი პირობები იყოს წელს ზამთრის სეზონის დადგომამდე ყველა საბავშვო ბაღში თბილისში ახალი გათბობის, ცენტრალური გათბობის სისტემა დამონტაჟდება. ჩვენ წელს 500-ზე მეტი ბავშვი დავიწყეთ სასწავლო წელი, 2 ახალი ჯგუფი შევძელით, რომ დაგვემატებინა და მზადა ვართ მაღალი ხარისხის თანამედროვე სტანდარტების სკოლამდელი აღზრდის მისაცემად თითოეული ჩვენი პატარისები.